სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ. რას ნიშნავს ეს? რატომ თქვა იესომ და რატომ დააპირეს იუდეველებმა ჩაქოლვა? იოანეს სახარება, თავი მერვე, 58 მუხლი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ. ხოლო მერვე თავის 59 მუხლში წერია, იუდეველებმა აიღეს ქვები, რომ ჩაექოლათ. ეს სიტყვები იესოსგან მოყვა იუდეველების დაცინვას, მას შემდეგ რაც იესო ამტკიცებდა, რომ აბრაამი ნანახი ყავდა. ხოლო იუდეველებმა უთხრეს, 50 წლისაც არ ხარ და აბრაამი ნანახი ყავსო? როდესაც იესო ამბობს სიტყვებს, მე ვარ, ის იუდეველებს ებრაულ ენაზე ესაუბრება და ებრაულად ეს სიტყვები ითარგმნება იაჰვე. იაჰვე ნიშნავს მარადისობას, ანუ მე ვარ მარადიულად. არ ნიშნავს მე ხა, ან შემდეგში, ან უკვე ვიყავი, არამედ მე სულ ვარ. ეს იხსნება ძველი აღთქმიდან გამოსვლა 3:14. როდესაც მოსემ კითხა ღმერთს, რა არის შენი სახელი? ხოლო ღმერთმა მიუგო, მე ვარ ვინც ვარ და ებრაულად ეს სიტყვაც იაჰვე ითარგმნება. კიდევ იმით მტკიცდება ეს, რომ იუდეველებმა ქვები აიღეს ჩასაქოლად. თუმცა იმ მომენტში ხელიდან დაუსხლდა იუდეველებს იესო. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კვლავ განაცხადა იესო მსგავსი რამ. იოანეს მეათე თავი, 30 მუხლი. მე და მამა ერთი ვართ. შემდეგ მუხლში იუდეველებმა კვლავ დასდათეს ქვებს ხელი და ისევ გადაწყვიტეს იესოს ჩაქოლვა. თუმცა იესომ კითხა, მეათე თავის 32 მუხლში. იუდეველებს ეკითხება ესეთ რამეს, მრავალი კარგი საქმე ჩავიდინე, რომლის გამო მიპირებთ ჩაქოლვას. ხოლო იუდეველებმა მიუგეს იოანეს სახარების მეათე თავის 33 მუხლში, იმის გამო კი არ ჩაგქოლავთ, რომ კარგ საქმეებს ჩადი, არამედ იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი. და თუ იუდეველებმა იესოს საუბარი ესე გაიგეს, რომ იესოს თავი ღმერთად მოქონდა, ესე იგი იესო ამბობდა, რომ ღმერთი იყო. ეს კი ქრისტიანობის ჭეშმარიტობას ამტკიცებს.